ამასობაში 8 თებერვალია საღამო და გავისაუბროთ. რა ხდება ჩვენ ქვეყანაში საინტერესო. სანამ ყურებას დაიწყეთ, დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი გვერდი, აგრეთვე ჩემი YouTube არხი, Facebook გვერდი და Telegram არხი. აგრეთვე ხარდაჭერის სურვილებმა გააკეთეთ დონაციები, ანგარიშის ნომრები მითითებულია პროფილზე. დავიწყოთ ახლა რა ხდება საქართველოში. ესე იგი მზია ისევე შიმშილობს, დოიდა თეატრი ისევე რეგიონებში არიან. რეგიონებში წასვლა დაანონსა აგრეთვე ანა დოლიძემ. აი ეს ტოპტვინი რო არა ხაზარაძეს Dream Team-დან. ხარეებში თათვირები უნდა გავმართო რა. რას მოითათვირებს არ ვიცი. და რახან ყველა ქალაქიდან გავიდა, მოიხსენებათ პატრონო ეკლესიას ყავყორნები დაეპატრონენო და ისარგებლა ხალხმა ამით, კერძოდ კიდე ერთმა რეჟისორმა გადაწყვიტა რევოლუციონერობა. ეს არის ლევან წულაძე, ჭოლა. საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეა დააფუძნა და ხო რა ვიცი, დიდი გეგმები აქვს მოკლედ. რა შვება ამ დროს მთავრობა კაცო? სად არის? სად იყურებიან? მთავრობა და კობახიძე არიან ბათუმში. ეგ რაღაც ოცნების ქალაქიო თუ რაღაც ვაშენებენ. იმისი მეორე ეტაპის დაწყება დაანონსეს. 600 ბინა გონი უკვე დაურიგეს ხალხს, ვიღაცებს მიცეს და ეხა კიდე 1000-ია, რა ვიცი. ხო, აგრეთვე გახსნეს ყინულის არენა ბათუმში. მოიხსენებათ, ხვალ საქართველოში იხსნება ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი. საქართველო მასპინძლობს ამ ღონისძიებას და 9-დან 16 თებერვლამდე გაიმართება მოკლედ ეს ყველაფერი სამ ქალაქში, თბილისში, ბათუმსა და ბაკურიაში. თბილისში იქნება ყინულის არენაზე ყინულის ჰოკეის შეჯიბრები, ბათუმის ყინულის არენაზე იქნება ფიგურული სრიალი და სიგურებით სრიალში შეჯიბრები და ბაკურიანში სათხილამუროის ბიატლონი, დაშვება სლალომი, ფრისტაილი და სნოუბორდი რა. ხო, აი ესეთი ამბებია მოკლედ რა. იმედია კოცები ამ ღონისძიებას რუსულად ჩაატარებენ. ხო, რუსები საერთოდ კარგად ატარებენ სპორტულ ღონისძიებებს. მაღალი ტონის არ გამოსდით ხოლმე აი ეს სოჩის ოლიმპიადა და მერე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი კარგად იყო ორგანიზებული და ქართული ოცნებას თუ რუსულად ჩაატარებს, კარგი იქნება რა. კიდე სიახლეები რა არის ხა ქვეყანაში. ლარი მყარდება 2.8-ს ჩამოწდა. საერთაშორისო სააგენტო Standard & Poor's-მა დაადასტურა და უცვლელი დატოვა საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB დონეზე, პროგნოზით სტაბილური. ხო, კიდე რა სტატისტიკა გამოქვეყნდა. ხო, შარშან გაიზარდა 6% ელექტროენერგიის მოხმარება. ხო და ეს უცნაურია ხა აი ქვეყანა რო იქცევა და ხალხი რო გარბის, ელექტროენერგიის მოხმარება რანაირად იზრდება. ხო, ეს ისეთი რიტორიკული შეკითხვა. ხო, ელექტროენერგიის მოხმარება მომავალ წლებშიც გაიზრდება და შარშანდელი მონაცემებით უკვე იმპორტიორი ქვეყანა გავხდით. ამაზე მეტ ვყიდულობთ, ვიდრე ვყიდით ელექტროენერგიას და ხო ეს თლად კარგი არ არის, ამიტომ სასწრაფოდ ახალი ინვესტიციები და ჰესები გვაქვს ასაშენებელი. ხო და იმედია მთავრობა მიხედავს ამ საქმეს. ნამოხვანი ორი. შეიძლება დაიწყოს, რა ვიცი, ფიქრობ. არ არის ეს ყველაფერი გამორიცხული. ხო, უკრაინაზე მინდოდა დღეს ვიდეოს დადება, მაგრამ ვერ მოვასწარი, თან რაღაცა ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციებია და ზუსტად ვერც დავადგინე რა ხდება. სავარაუდოდ უკრაინელები გააქტიურდნენ და ცდილობენ ინიციატივა გამოსტაცონ რუსებს ხელიდან და თვითონ გადავიდნენ რიგ მიმართულებებზე შეტევაში. ხო. და რუსებმაც მე მგონი რაღაცა თავიანთი შეტევების პრიორიტეტები შეცვალეს იძახიან ამ მოლაპარაკებების მოახლოებიდან გამომდინარეო.
ხო, ფიქრობ ხვალისთვის რაღაცები დაზუსტება და ხვალდავდებ რა უკვე. რუკის და იმის მიმოხილვას გვიანია ეხა დაღლილი ვართ ამ დღეს რაღაც საქმეებზე დავბოთი. ხო, სხვა ისეთი საინტერესო პრინციპში არც არაფერი არის. ხო, ქუთაისში გაიმართა გრანდიოზული მიტინგი ოპოზიციის ერთ-ერთი მოსამართლის სახლთან. სავარაუდოდ ამ ზეამაღლობელის მოსამართლის გონი. მთელი 9 კაცი მონაწილეობდა აქციაში და 9-ვე დაიჭირეს ადმინისტრაციული წესით. ეს ინფორმაცია იყო ბოლოს გავცელდა ეხა რამოდენიმე წუთის წინ.